ვიცი რომ თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშინელი ისტორიები, მაგრამ ყველა ვერ მოგვიყვება ამას მხოლოდ სულების მიერ არჩეულები შეძლებენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იტყუები. შუაღამე უკვე დადგა, კამპუსში წასვლის დროა, ეს ღამე ყველაზე საშინელი იქნება. ამინა, ტყუპებო, რას აკეთებთ აქ? ჰელოვინზე არ მოვდივართ. რატომ გოგოებო? მთელი კამპუსი ერთად იკრიბება და ყველა საშინელ ისტორიებს მოყვება. იმიტომ რომ ჩვენ ვიჩხუბეთ. ხო, და ვიღაცას ყოველთვის გაბუტული სახე აქვს. შენც იგივენაირი გაქვს. წადი და სარკეში ჩაიხედე. შეიდიოტო, ნუ წამოვლენ ისინი. არა, სტეფ, მოიცადე, ყველანი ერთად წავალთ. გოგოებო, მე იდეა მაქვს, რომ განწყობა აგვიმაღლდეს და სახეები გამოგისწორდეთ. გილოცავთ ჰელოვინს. უბრალოდ გამიშვი. კეთილი იყო თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. თქვენ საყვარელი პატარა ტყუპები ვართ. გვიყვარს სისხლი და მკვლელობები. გილოცავ ჰელოვინს. მიაუ. ყველა საშინლად ლამაზად გამოიყურებით. საუკეთესოები აქ არიან. გილოცავთ ჰელოვინს. ახლა ნამდვილად საშინელი ღამე იქნება. ახლა მე ძალიან მაგარი ისტორიას მოგიყვები. მიდი მოგისმენ. ვიოლა, შემოდი უკვე. როგორც ჩანს, ყველა აქ არის. დავიწყოთ. მეგობრებო, ვიცი რომ თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშინელი ისტორიები, მაგრამ ყველა ვერ მოგვიყვება. ამას მხოლოდ სულების მიერ არჩეულები გაემართება. მე მინდა. მეგობრებო, სანამ დავიწყებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე ჰელოვინის ღამეს იხსნება და მეორე დღეს იხურება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ სულები არ გავაბრაზოთ. დამშვიდი და ახლა ამის დრო არ არის. კარგი, მოდით გავარკვიოთ, ვინ იქნება პირველი, ვინც თავის ისტორიას მოყვება. გოგოებო, ხელი მომკიდეთ. ასოთ, ტყუპები, მოგვიყევით ისტორია. ჩვენი ისტორია ორ ცელკ პატარაზეა. თქვენ ორზე? არა, ჩვენზე არა. ერთხელ ორ პატარა გოგონას ძალიან უნდოდა ცეკვაზე წასვლა, მაგრამ დედამ არ მისცა ამის უფლება. ისინი ძალიან ურჩები იყვნენ, მაინც წავიდნენ ცეკვაზე. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისინი უკან აღარ დაბრუნებულან. დედა ძალიან ღელავდა, ყველა მორგში, ყველა საავადმყოფოში დარეკა, არსად იყვნენ. პოლიცია არ გამოიძახა? ნუ, შეაწყვეტინებ. 2 საათი გავიდა, 10 საათი, მაგრამ გოგონები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. დედას იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, მაგრამ უცებ ვიღაცამ დააკაკუნა. ეს გოგოები იყვნენ? ფაზლ, მოითმინე. მოიცადე, ახლა ამის დრო არ არის. დედა სწრაფად გაიქცა კარისკენ, იმ იმედით, რომ მისი გოგონები იქნებოდნენ. როდესაც მან კარი გააღო, დაინახა რაღაც ძალიან საშინელი. რა! გოგონების 2 წყვილი ფეხსაცმელი იდო, რომელშიც ფეხები იყო ჩატოვებული და წარწერა. რა წარწერა? იქ ეწერა, რომ დედა, ჩვენ სახლში ვართ. მე დედასთვის უნდა მომესმინა და ცეკვაზე არ უნდა წავსულიყავი. აღარ წავალ ცეკვაზე, რადგან ჩემი ფეხები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. გოგოებო, თქვენი ისტორია მართლაც საშინელი იყო. გავარკვიოთ, ვის აირჩევენ სულების შემდეგს. ასო ოლივია, სულებმა აგირჩიეს. სულებო, მაშინ მოусმინეთ ჩემს ამბავს. კარგი, ერთხელ ძალიან პატარა ქალაქში, ძალიან ყვითელკბილებიანი ჯადოქარი გვესტუმრა. არ გაიცუფთავა? მან ბევრი ტკბილეული შეჭამა. ხედავ გუფი? თუ ბევრ ტკბილეულს შეჭამ, კბილები შენს გაგიყვითლდება. ოლივია, განაგრძე? მეორე დღეს ილუზიონისტმა შოუ მოაწყო, რათა ქალაქში ყველა ადამიანი გაეოცებინა. მან სცენაზე დიდი შავი ყუთი გამოიტანა. ძალიან დიდი? ძალიან დიდი. ბენ, შეგვიძლია ახლა დავიწყოთ? არა, აბა როდის? მოიცადე რა ცოტა ხანს. როდესაც მან ყუთი გახსნა, ის სრულიად ცარიელი იყო. შემდეგ ილუზიონისტმა აუდიტორიიდან ერთ-ერთ სთხოვა ყუთში ჩაძვრომა, მაგრამ მას არავინ დასთანხმდა, გარდა ერთი მამაცი ბიჭისა. ეს ბიჭი ყუთში ჩაძვრა
და ჯადოქარმა ის დახურა. რატომ შევიდა იქ? ყველა მიცის რომ შავი ყუთებით არ უნდა ითამაშო. ნაის, რა იცი, იქნებ მას უბრალოდ ცნობის მოყარეობა აწუხებდა. და როდესაც აუდიტორიამ ყუთის გახსნას თხოვა, მან დაინახა, რომ ბიჭი გაუჩინარდა ყუთიდან. მართლა, იქნებ მასაც ფეხები დარჩა, როგორც პატარა გოგონებს. იქ ფეხებიც კი არ იყო. ჯანდაბა, ეს საშინელი ამბავია. და რა მოხდა შემდეგ? ამის შემდეგ ამ ქალაქში ხალხი ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდა. პოლიცია შოკში იყო. გამომძიებელები მათ ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. რაღაც მისტიკური ამბავია. ეს მისტიკა კი არა, აბსოლუტური რეალობა იყო. პოლიციამ გადაწყვიტა იმავე ილუზიონისტის სახლი გაეჩხრიკა, სადაც ის თავის შავ ყუთს ინახავდა. როდესაც შავი ყუთი გახსნეს, შიგნით რაღაც აღმოაჩინეს. რა იპოვეს იქ? უფრო სწრაფად ილაპარაკენ. მათ აღმოაჩინეს, რომ მთელი შავი ყუთი რაღაც წებოვანი წითელი სიცხით იყო სავსე. სისხლი იყო? არა, ეს მომაკვდინებელი მჟავა იყო და როდესაც ერთ-ერთმა გამომძიებელმა ამ სითხეს ხელი შეახო, მისმა ხელმა მოულოდნელად დალპობა დაიწყო. და შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ეს ჯადოქარი თავის შავ ყუთში ხალხს კლავდა. დედა, გვეშინია. უკვე ჯადოქრებისაც შემეშინდება. შეგვიძლია ახლა დავიწყოთ? არა, უკვე ვთქვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ეს მართლაც საშინელი ისტორია იყო. ახლა კი მოდით გავიგოთ, ვინ იქნება შემდეგი. ორი ადამიანი ყავს, გები და გუფი. რომელი მათგანი მოგვიყვება ამბავს? მე არ ვაპირებ. მოდი გუფი მგვითხრას. კარგი გუფი, მოგვიყევი. მოემზადეთ, რომ მოისმინოთ ისტორია, რომელსაც თავად სულები მიჩურჩულებენ. ერთხელ იყო პატარა გოგონა, რომელსაც ბებია გარდაეცვალა, რომელმაც მას მწვანე დისკი დაუტოვა. მასთან ერთად კი წერილიც იდო. რა ეწერა წერილში? წერილში ეწერა: არასდროს ჩართოთ მწვანე დისკი, რაც არ უნდა მოხდეს. სერიოზულად? ნამდვილად. მაგრამ ცნობის მოყარეობამ შიში დასძლია და გოგონა მაინც ჩართო დისკი. რატომ? თუ ჩანაწერში ეწერა, რომ არ ჩაერთო, მან თქვა, რომ ეს ცნობის მოყარეობა იყო. და როდესაც დისკი ჩართო, ხმა გაისმა, კედელზე მწვანე თვალები დარბიან, რომლებიც ახლა და გახრჩობენ. შენ და შენ. მე? არა, შენ არა. მან შემზიანიშნა და სულაც არ მაინტერესებს. მეორე დღეს დედამისი გარდაიცვალა, მაგრამ გოგონამ ვერ გააცნობიერა, რომ ეს დისკის ბრალი იყო და ისევ ჩართო. შემდეგ კი მისი მამა, ძმა და დაც გარდაიცვალნენ. სულელია, როგორ ვერ ხვდებოდა, რომ დისკის ბრალი იყო. უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო, ის დისკს საერთოდ აღარ ჩართავდა. და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი? როდესაც გოგონამ დისკი მესამე ჩართო, კედელზე მწვანე თვალები გამოჩნდნენ და გოგონას პირდაპირ ყელში მოუჭირეს. მან კი ყვირილი დაიწყო, მიშველეთ, დამეხმარეთ, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგია, მწვანე თვალებმა დაახრჩვეს. ვაუ, და ეს ყველაფერი დისკის გამო მოხდა? ჩანთაბა სახლში რომ ივალ ბებია ჩემის ყველა დისკს გადაუყრი. ელი. ლორა და ლეია, მე მოყვები საშინელ ისტორიას. დაე მან თქვას ეს. განაგრძე ლაურა. ერთ სახლში ოჯახი ცხოვრობდა. დედა, მამა და პატარა გოგონა. ამ გოგონას ძალიან უყვარდა YouTube-ზე სხვადასხვა ვიდეოების ყურება. კამპუსსაც უყურებდა? რა თქმა უნდა, ასეც იყო. ყველა უყურებს კამპუსს. მაგრამ მან ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. მან ყველა ვიდეოს გამოწერის გარეშე უყურა. გამოწერის გარეშე? შეიძლება ასე? უბრალოდ წითელ ღილაკს არ დააჭირო. ეს არასწორია. აუცილებლად უნდა დააჭირო წითელ ღილაკს. მე საერთოდ არ მომწონს კაშკაშაფერები, ამიტომაც ყოველთვის წითელ ღილაკს ვაჭერ, რომ ის ნაცრისფერი გახდეს. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ის სხვა ვიდეოს უყურებდა, მისი კომპიუტერი გაიციშა. დედასთან მივიდა და ტელეფონის თხოვა, რომ მისი ყურება გაეგრძელებინა. როდესაც ვიდეოების ყურება ისევ დაიწყო, მან მოულოდნელად გონება დაკარგა. საწყალი გოგო, ალბათ თავი იატაკს დაარტყა. როდესაც ავადმყოფოში გაიღვიძა, ექთანს ტელეფონის თხოვა.
მხოლოდ 1 საათით, რომ ყველა ვიდეოს ყურება გამოწერის გარეშე გაეგრძელებინა და ზუსტად 1 საათის შემდეგ მისი ეკრანი სრულიად გაშავდა და შავ ეკრანზე დიდად დაეწერა შენ დღეს მოკვდები. და ის მოკვდა? არა, გოგონას გაუმართლა. მან მოახერხა სხვა ტელეფონის პოვნა, რომ ყველა საყვარელი ბლოგერის არხი გამოეწერა. თუ თქვენ საყვარელ ბლოგერს უყურებთ, გამოიწერეთ მისი არხი. სიკვდილის შემთხვევაში ის შემეცოდებოდა, მე არა. აბა, დენს როდის? მალე. მოდი, სურლებისგან გავარკვიოთ, ვინ არის შემდეგი? შემდეგი მე მოვყვები. ჩემი საშინელი ისტორია კი პატარა ცელკო გოგონაზე იქნება სახელად ლუნა. ლუნა? კი, ის ყველას ძალიან დიდი ხანია გატყუებს და ცრუ ამბებს ყვება, რომ მისი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ლუნა, შენ რა მთელი ეს დრო გვატყუებდი? არა, მე არასდროს ვიტყუები. მშობლებმა პატარა რომ იყავი მიგატოვეს და ბავშვთა სახლში ჩაგაბარეს, რადგან ძალიან უცნაური იყავი და ყველა ის ისტორია უბრალოდ ყალბია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბენს, ახლა ნამდვილად დროა. ადექით ბიჭებო. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ, ვისი ისტორია მოგეწონათ ყველაზე მეტად. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! Say no.